Ბროები მოგესალმებით და დღეს გვყავს ყველაზე ზე იუთუბერი სტუმარი, რომელიც არის ამ გადაცემის ეპიზოდის სპონსორი, სტუმარი, ყველაფერია საერთოდ. ყველაფერი შეხარ დღეს სოსო და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი რა. ძალიან მიხარია რომ პირველი სტუმარი ვარ ამ არხს. კი და იმედია მოგეწონება, გაგისწორდება, იგადავებ და სოსო ერთი თხოვნა. დღეს ჩვენ არ ვამბობ თუ არხი გამოეწერა. მარტო შენ ამბობ. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, აი რავი, ჩემები ხა ვინც გადმოხვედით, გამოიწერეთ ამ ბიჭების არხი და დაუფასოთ ეს შრომა, მართლა კაი კონტენტია, ძალიან გაერთობით, ძალიან გაგისწორდებათ. 10-ზე მეტი. 3, 4. 30. 30? 2 ან 4. საშუალოდ რამდენი მეგობარი უნდა ყავდეს ადამიანს? საშუალოდ რამდენი მეგობარი უნდა ყავდეს ადამიანს? ეხა უყურე, ერთი წამი. საშუალო, ანუ მეგობარი უნდა ყავდეს. ჩემი აზრით ძალიან ბევრი, ეს არ არის ძმაკაცი და მეგობარი ძალიან განსხვავდება. ეს სწორად წავიდა. მე ძმაკაცი რო ყოფილიყო, ბევრად ნაკლებს შავწერდი, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველანი ძმაკაცი წავედით მოკლედ. არა, მეც მეგობარზე წავედი. 10+, მაგიტომ იწერია, რომ მეგობრები, გოგოები, ბიჭები, რაც მეტი გეყოლება, მით უკეთესია. ნუ 30-ზე მეტი შეიძლება გყავდეს. და აი თქვენ ძმაკაცის შემთხვევაში ორივეს ხო რა, მაგრამ 2-4 არც ბევრი არ არის. მეტი შეიძლება. მეტი შეიძლება. ძმაკაცი? არა მგონია. ბიჭო 5-6-იც შეიძლება. აი ნაღდი ძმაკაცი 10-მდე შეიძლება ყავდეს. გააჩნია. ინტროვერტი თუ ხარ თუ ექსტროვერტი, მაგასაც გააჩნია. ეგეც არის. ჩვენ შედარებით ინტროვერტები ვართ რა. არა, მეც ინტროვერტი ვარ. შენს ინტროვერტი ხარ და 30-ზე ვერ გატყობ. ეს მეგობრის თემა სხვა არის რა. ძმაკაცი. ისეთი კარგი ისა დასაბუთება ქონდა. ცოტა შენზე არ ვიქნები და კოსტასკენ წავალ მე რა. 10-ზე მეტი მეგობარი, შეიძლებოდა რომ 20-ზე და 30-ზე მეტიც დაგეწერა. ხო, სადაც 10+ იყო რა. ბიჭო, მაგრამ აი 20 მეგობარი ძალიან ისეთია. ბიჭო, რატო მეგობა, გოგო, ბიჭი, რავი, აი. ხო, მეგობარი შეიძლება ბევრი ხარ, რამდენი მეგობარი შეიძლება ყავდეს. აი ეგრე არ მიფიქრია მე უბრალოდ, აი ძმაკაცები წავედი მე. არ ვიცი რა. მე რატომღაც გონია რომ შენ ხარ იმოსტექი. ხო. ძალიან თავს მიმართლე შემოწმავდა. რაშია საქმე. 3, 2, 1, გიო. მე არ ვიყავ იმპოსტერი. შენ ვიყავ. გამარჯობა. აი ხო გითხარი კოსტა იყო თქო. ხო, მაგრამ უყურე, გადაწყვეტილების მომენტში ნუ არ წვუნება ადამიანს. ჩემი კითხვა იყო, რამდენი მეგობარი ყავს? სოსო სამ შემდეგ რაუნდზე გადავალთ. მაყურებელს რა უნდა უთხრათ? რომ გამოვიწეროთ არხი. იცის კაცმა რა, რამდენი გაუწერი ყავს არხში? 451.000. 451. ანუ ჩვენ ახლა პროცენტულად და შორს ვარ. რამდენი ყავს ახლა? არ ვიცი, 9. ერთ თვეში რაღაც მაგ შედეგს. მაგრამ ეს ვიდეო როცა დაიდება, 1-15-მდე ვიქნებით რა. ხო და 20-მდე ავიდეთ. და თუ 20-ზე ვართ, 40-ზე ავიდეთ რა. რატომაც არა. მოდი დავიწყოთ. ჩემი პასუხი არის ზღვის პროდუქტები. ინფრასტრუქტურა. წვიმა. ბუნება. რა მოგწონს ბათუმში ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ბათუმში რა მოგწონს? სოსოს მოსწონს წვიმა. ზღვაზე გაჯობია წყალში ჩასვლა რო გინდა და რო წვიმს და ვერ ჩადი. არა, ეხა უყურ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს აუზები, არ უყვარს ზღვა და ცურვა არ უყვარს. ზოგადად არ ჩავდივარ. ეხა აქ რაც მოვედი, არ ჩავსვარ საერთოდ. წვიმა ძალიან ისეთია რა, რომანტიულია და მისწორდება. დღეს ვიმყოფებით ჩაქვში, Dreamland Oasis-ი არის, საკმაოდ ლამაზი ადგილია და არ ყოფილ ხარ ჯერ აუზში? არა საერთოდ არა. ჩემი მეგობრები დაადასტურებენ, აგერ კამერის უკარო არ ყოფილვარ აუზში. კარგი. მიშა, შენ რა გიწერია? ბუნება. ბუნება? მწვანე კონცხის მიღმა? ანუ ბუნება, ბათუმზეა ხო? ხო, ბათუმია კონკრეტულად. ნუ მე მწვანე კონცხი გულისხმობ. ბუნება და ბოტანიკური ბაღი. მე სულ რატომ რაღაც იმას აი ბათუმთან ზღვის პროდუქტები პრინციპში ანუ უყურე გეტყვი. რა. ბათუმის გარდა, ანუ აჭარის გარდა, კარგად საჭიჭო ზღვის პროდუქტებს. თითქმის ვერც. რამდენი ერთი-ორი ადგილი ვიცით ხო, ზღვის პროდუქტებით ხო, განთქმულია და რეალობასთან ახლოს არის შენი პასუხი. საკმაოდ. შენ გიწერია ინფრასტრუქტურა მიწერია. ბათუმის ინფრასტრუქტურა მოიცა აი ახლა დაფიქრე ინფრასტრუქტურა. ბიჭო, ლამაზადაა ძალიან გაკეთებული. გამიტა ძალიან ლამაზი არის. კი. თბილისის ანუ თათამჯენები და რაღაც შენ გასწევ. კი, მე ვასწავლე. იმიტომ რომ ბევრს არ მოწონს. ბათუმს ძალიან უხდება სხვათა შორის. აი ჩემთვის აი ბუნება არ მომწონს პასუხი რა ამ შემთხვევაში. აი ხაცოთა ეჭვი მეპარება. მე წვიმაც არ მომწონს, მაგრამ კაცმა გინდა თუ არა არ ჩავდივარ აქ სადო არ. ბათუმში წვიმა მაგრადასწორებ. მოდი კი ასეთი კითხვა. მეგობრებო, თქვენ ხო მოგწონთ წვიმა? ბათუმში წვიმა. რატო არა, რატო ეს უცნაური პასუხი? კამერაში იყურება და გვატყუებს. აშკარა. აი მაშინ მითხარი.
ყველაზე მეტად რომელი ამდენ ქვეყანაში და ქალაქში არ დავყავ. ყველაზე მეტად რომელი ქალაქი ქვეყნის ამინდი მოგწონს. და ეხლა მიხვდები ბაზოს. ლონდონი. აუ როგორი დავწვარი პონტი. კარი, მოდი 3, 2, 1, სოსო. მე ვიყავი, მე გახდით. რა არ მოგწონსო ბათუმში. აი, გამარჯობა. შევეცადე მაქსიმალურად, მაგრამ კი, არა, ძალიან მაგარია. დავწარი ვიყავი. ძალიან კარგი ხარ ამ თამაში. ხო, კარგად გამარჯვებელი მოვიწვე. იყავ. დარწმუნება კარგად გამოგდის. აი, რასაც ამბობ, იცი მაგრამ არც კარგად იმიტომ რომ სამი და ხომ არა წვიმა იყო ეხა ძალიან ისეთ. ძალიან იყო რა ძალიან ვიწებოდი. Fuck you, Kim. ამერიკა მაგარია. გაუმარჯოს თავისუფლებას. Yamata sekudasai. აო, გამოდიხვი. ია, უნდა საერთოდ რაღაცა იგივე უნდა თქვა. კაი, ხო იცით ეგ საერთოდ? მე ვიცი. მე არ ვიცი. არც მე არ ვიცი. კაი, მე ვიქვის მიშა საერთოდ. იაპონური ანიმეს ის არის. ნუ მოდი კითხვა ნახოთ რა იყო. ფრაზა რომელიც არ უნდა თქვა ჩრდილოეთ კორეაში. ფრაზა რომელიც არ უნდა თქვა ჩრდილოეთ კორეაში. ჩვენზე კარგად ეხა სასო, აი. ხო იცის ეს? Fuck you Kimo რა დაწერა. ისე მანდ ვიყავი რამე თქვი ეგეთი. რა თქმა უნდა. ეგეთი რამე რო თქვა, ვერ ჩავხვალ იქიდან. ეხლა აქ კი არ იჯდებოდა ჩვენს გადაცემაში. ამ გადაცემაში აღარ ვიქნებოდა. ის მითხარი, აბა, მე ვნახე შენი ვიდეო რა. რომ ბიჭო ხო არ გადავთ, ნუ გადავთ ეგრეო მიმებზე რომ ამბობდი, რომ ბიჭო ხო არ გადავთ და რბილა და თქვი. ჩვენში ხო არ გაქვს. მაგრამ შეგიძლია. ძალიან ბიჭო ძალიან შემეშინდა. ძალიან დაძაბული ვიყავი იქ რა. მეთქი რამენაირად სადვე რა ვიცი არ გავარდეს. აი რომ დადიოდი, დაყვებოდა ხალხი გვერდით როგორი შეგრძნება იყო ეგეთი რომ ანუ სულ ვიღაც გაკონტროლებდა რა, სულ კონტროლის ქვეშ ვიყავი. მე რაც ნახე შენი ვიდეოები, აი მე პირდაპირ ვიტყვი. ჩემთვის რომ აი რომ მითხრა წამოდიო, აი არ ვიცი წავიდოდი თუ არა, არ გავისწავდი თუ არა. ბაზარი არ არის. ძალიან საინტერესოა. ხა, საინტერესო არის. ეს არის ბაზარი არ არის. მაგრამ რაღაც ის არის, აი არაბუნებრივია რა. ხო, იმიტომ ის ხო რაღაც ხოდა ეგ არის საინტერესო რა. არც ერთ ქვეყანას რო არ გავს რა, საერთოდ სხვა წავიდოდი კიდევ ხო? არა რა თქმა უნდა. კაი, მიშა, მოდი მე გვითხრა. ვიცი იმპოსტერი ვიცი არის მე მე ყველამ ვიცი აბა თუ აგვიხსენით კონდო. ანუ დაგვარწმუნე რომ არ ხარ რა. მე ამაკატა აი აგვიხსენი მაინც რა არის მე დასოსამ არ ვიცი. ხო რაღაც იაპონური ის არის რა. ანიმეს არის რაღაცა თუ არც მე შემიყვარხარ თუ რაღაცა არის თუ აი რაღაც არც მე არ ვიცი. რაღაცა არის იაპონურად. კაი, მოდი. არ გიმიშ. მარტივად გამოვავლინოთ. 3, 2, 1. მიშა. რა იყო შენი კითხვა? ფრაზა რომელითაც ჩრდილოეთ კორეაში თავს გადაირჩენ. გადაირჩენ? გადაირჩენ? ამით ვერ გადაირჩენ, უბრალოდ აზზე არ ვიყავი ჩრდილოეთ ანუ კორეაში. იმს გაუმარჯოს. შენ ეგრე უნდა გეთქვა, ანუ შენ პირდაპირ წახვედი იმენაზე, ანუ პროსტა გეთქვა, რომ აი კიმი არის ყველაზე მაგარი. ხო, ეგ არ მიფიქრია სხვათა შორის. შემდეგი მოგზაურობა სადღაც დაგიგულისო. ინდონეზიას ფიქრობ. იცი რა მაინტერესებს? ეხლა ამდენს რომ მოგზაურო. აღვლელი არ არის. მაგარი. აი მა ფრენა მეზიზღება მაგარი. ფრენა გეზიდება. ვეღარ ვიტან. ეგ პროცესები რა, ჩეკინი, გადაჯდომა. ესე ყოველთვე მოგზაურობ თუ რამე ისეშრები რომ ერთ თვეში ხარ 4-ს გადაიგებ და მე. თითქმის ყოველ თვე სადღაც უეჭველი მივდივარ. აჩმა. აჩმა დაწერე? აჩმა აჭარაში. აჩმა. სინორი. აი სად დაგვერხა. ფავორიტი აჭარული კერძი, აჭარული ხაჭაპურის გარდა. მე დავწერე აჩმა აჭარაში. დავაკონკრეტე რა. ანუ კონკრეტულად აჭარაში მიყვარს მე აჩმა რა. სხვაგან აი რაც მიჭამი არ მევასწრე. სინორი რომელი კერძია მითხრა? სინორი აჭარული კერძია. ხო, აჭარული მე არ ვიცი, კერძია, არ რაღაცა ცომია, მოხარშული თუ არ ვწდები. და დამბალ ხაჭო თუ რაღაც ეგეთია, არ მახსოვს. 1-5 წლის წინ მაქვს ნაჭამი და არ გახსოვს და შენი საყვარელი კერძია. საყვარელი არ არის, აჭარული ხაჭაპური არის აჭარაში, ჩემი საყვარელი კერძი და ხაჭაპურზე უბრალოდ არც ვიფიქრე აჩმაზე და იმაზე, უბრალოდ ხაჭაპურს საერთოდ თავი დავანები. აი ნუ და ერთადერთი კერძი არის, რომელიც ვიცი სხვა, ანუ არ მახსოვს. გორანო არიცი? გორანო ვიცი. არჩი მე შენი ის აჭარაში არ მომწონს რა. ხო რა. რატო არ აი ძალიან ძახილის ნიშნი და ძალიან იმაშვები. ანუ მე მიყვარს მგონი ანუ რაღაც სხვა კითხავს უპასუხე მაგით. თბილისში რაც მიჭამია, მე არ მომწონებია აჩმა საერთოდ და აჭარაში მომწონს. აი თბილისში აჩმა არ მოგეწონა. უცნაური პასუხი. ზოგადად აჩმას ეხა საჭამი ხარ რესტორანში ყოველს არ აქვს ეხა აჩმა რა ვიცი.
ხო რა უყოლოს. აი ფორმა არის პასუხი. აი ისეთი ფორმა არა, მაგრამ გაკითხა. მე პრინციპში გადაწყვეტილება აი იმაზე აიჭი არ გეპარება. შეცემულსო. ბიჭო ის უცნაური კაცია, ვერ გაიგება. ხო. მაგრამ ხალი დაწერა. ხალი არის ჩემი საუკეთესო. ყველაზე საყვარელი. ეს ვეკითხებოდი საუკეთესო კერძი ქართული რომელი არის და ხალი დაწერა. და ისტორია არ ვიყავ. ხო ეთყობა რომ სულ ბალახზეა. შენი საყვარელი კერძი რომელი ქართული? ზოგადად იმერული ხაჭაპური. აი მოდი. არ გვინდა პრობლემები. ხმის მიცემაზე. ყველა ვიცით რომ მიშა არის, ხო? კაი. 3, 2, 1 გიო. აუ ბიჭო, ჩემი კითხვა იყო აჭარული კერძი რომელიც არ გაგისინჯავსო არასდროსო და აჭარაში არ მიჭამია აჭმარას. შენ თაში არ გიმოგზაურია უჭოლი თაში აჭარაში. არ მიმოგზაურია. ხო და მაგიტო იქ არის ბორანო, სინორი, კაიმაღი. მეგობრებო, გამოვიწეროთ ბიჭების არხი. თხოვნა. ყველასი ერთ. მადლობა ძალიან დიდი. და მოდი, სასო დაიწყე. ჩრდილოეთ კორეა. საბერძნეთი. თურქეთი. ავსტრია. მოდი ნახოთ კითხვა რა იყო. ქვეყანა, სადაც მეორედ აღარ წახვიდოდი. იმდენ ქვეყანაშიც, იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი. ჩვენ ახლა ცოტა მე მგონი გამოვირიცხე. შენ გამოვირიცხე მაშინ, ხო. მაგრამ ახლა თქვენი მაგრამ იცი რა არის ერწავს. ძალიან მარტივად გამოვირიცხე. ანუ იქნებს ისეთი კითხვა გქონდა რომ აი გაგიო, აი ყველაზე ისეთ ქვეყანაში სათყოფილ ხარო რა. თულიო და შენ ახლა დაგვერწმუნებ, მე გამოვირიცხე. არ მჯერა. ხო, მაგრამ ყველას გვიწერია აი მეტნაკლებად თქვა ის საერთოდ საშინელი ქვეყანაა და აი შენ საბერძნეთში რატო აღარ დახვიდო? საბერძნეთში იმიტომ არ წავიდოდი რომ მომპარის ჩანთა. აი იმიგრანტმა მე გამოვეკიდე წავართვი ვიჩხუბნოყლი, კაი ისტორია მომყარშე. ცუდი ან საბერძნეთი გადა ცუდი არის. ანუ საბერძნეთი ჩემი ხო, ერთ-ერთი ძალიან მაგარი არის საბერძნეთი. უბრალოდ მოგონება დამჭა, თან მატარებლით მივდიოდი ათენში, სამის მატარებელი იყო სხვა ვერუშავე და დავინახე ჩანთა როგორ მოიპარა, მე მატარებელში მივსდევდი ამ ადამიანს, წავაქციე, წავართვი რაღაცა, მე გაჩერდა ეს მატარებელი იმ წავსვე და ჩაირბინა რა. და როგორც კი ჩაირბინა, სხვა რაღაც ჩატარა მოას. სიუჟეტიანი მოგზაურობა გქონდა. საკმაოდ. შენ ავსტრიას გასაგებია. იმიტომ სამჯერ ვიყავი და მეოთხეჯერ ალბათ უკვე არ წავიდოდი. ხო, მობეზრდა. ლოგიკური არის. თან სხვათა შორის მე და მიშას გადაგებული ყოფილი ვიდეო ავსტრიაზე. თურქეთი რატო არა? ხო, მე და გიოს ისეთი ისტორია გვაქვს თურქეთში. მან მე ფეხს აღარ ჩავდგამ, რაღაც გაურკვეველი ადამიანები მოგდევდნენ ბოლოს. ხო, ჩვენ აი კონტექსტის ნაწილში აი ხა თქვენ ერთმანეთს უფრო კარგად იცნობთ და უნდა მიხვდეთ ვინ ტყუის. მე ვერ მიხვდები. მე ალბათ მაინც მიშასკენ წავიდე. მეც ავსტრია ისეთია. ავსტრია აცა უნდა აი წინა თქვა რომ კიდე რომ მომიცე შანსი წავიდოდი. დაიწყო ჩვენი თუ. არა, არა. არა, ავსტრია მართლა ისეთი ქვეყანაა, რომ რატომაც არა. არა, ძალიან კარგი ქვეყანაა, მაგრამ თან ჩვენ ვიყავით ზალცბურგი, გრაცი. ხო, მაგრამ აი რაღაცა რო ხდებოდეს ავსტრიაში არ ჩაყვალ? აი დუალიპას კონცერტი. დუალიპას კონცერტი დღესაც ჩავდივარ. აი ხედა. კი, მაგრამ ეგ არ არის მიზანი, ანუ ავსტრიის და ხო, მიზანი მაინც აუ ავსტრია ყველა ქალაქი ვნახეთ. კი, ყველა ქალაქი ნახე. მაინც ავსტრია მგონი. მაგრამ ალპებში არ ყოფილა. სოსოს დარწმუნებული ვარ რომ კიმთან აღარ ჩავა აღაროს. ცეცი აღარასთვის. არა, მე მაინც სასოს მივცემ ხოლმე. რატო? აი არის ძალიან ისე გამოვიდა რომ შენს ეჭვი არ გახვდა ხო? რაღაცა ეგრე აიჭო. როგორ უნდა იეჭო კაცი ჩრდილოეთ კორეაში მეორე წახვიდო? აუ ეგრე ძმაო სად არ ყოფილა ეს? ხო, მაგრამ მე წეგანაც კითხე ისე გადაცემის გარეთ სადა ბაზარი არ არის. წახვიდოდი კიდევ და არაო პონტი არ არისო. ჯერ უპასუხე. ლოგიკურია. იცი თუ შევწდები, ოკეი, მას ოსოს არ ვაძლევ ხმა. ეს ხო არ არის საერთოდ იმპოსტერი. უი, ხო, სხვათა შორის. იმიტომ რომ აი ძალიან ალოგიკური ისა. მაგრამ ეგ ისტორია მართლა აქ ამას საბერძნეთში. რო ჩამოვიდა მაგას საბერძნეთზე თუ რაღაცებს იძახთა? არა, არ იძახდა. ანუ იმ მაგ ისტორიას ყვებოდა ეგ კი. ისტორია ოკეი, მაგრამ მეც მქონია სუდი ისტორიები, მაგრამ ქვეყანაზე თავეჯდება არ დამკარგვია მაინც. აი გეუნები ძმაო, ხალხი უნდა სად იყავი რომელ ქალაქში? თესალონიკში. ნახე, არც დაუფიქრებულ ვარ. სწრაფად გიპასუხე. მე წავედი აი, ამ სამყოფი ხარ, ეგ ვიცით. თან ისეთი ქალაქია, რომ აი ყველაზე ნაკლებად მომწონს მე. მარტო სალონიკი თუ გაქვს ნანახი? არა, ათენშიც ვიყავი და კიდევ რაც კონძულზე ვიყავი. მოდი, მე არის შენ. კონძულები თუ ნახე ძმაო და ის ნახე რატო აღარ ჩახვიდოდი. აი მართლა ცუდი ისტორია იყო. მე მგონი გისრულებენ. მე მგონი უკა შეგისრულეს. ხო და რა ვიცი. სოსო ვისაც დაადებს ხელს მაგას. აი მოიცით ეხა. სტუმარია. ჩვენი სპონსორი არის ოთქვი და სოსო ვისაც სტუმარია და პატივი ვცეთ. მაგრამ ერთი ისტორიის გამო საბერძნეთის კაი სოსო, მიდი. თქვი მე ვარ. 3 2 1 გიო. სოსო. მე არ ვიყავ იმპოსტერი. მე ვიყავი.
ავსტრია. აი სოსომ გაგვიჩალი. კიდევ ერთხელ სად დაბრუნდებიო? აბატიეთ მიჩემო. ხო რა იყო? კიდევ ერთხელ სად აი დაბრუნდები? ხოლმე რა ავსტრიაში რატო არ უნდა დაბრუნდები მაგრამ სამჯერო ხარ, მაგრამ ყოველ წელს დაბრუნდები ავსტრიაში ისე მომწონს. ისე მოსა ეხლა ეს პირველად თქვა თქვენთან? არა, სულ მეუბნები გიოს. არა, არ იცოდი. არა და იცოდი რომ მე ვარ. კაცი გიждდება ავსტრიაზე. ხო თქვი მე ვიდეოში მიშაზეც თქვი მოკალედ რა აი, არა, სოსომ შეგვისმოლა. სტურის პატივისცემამ დაგღუპა. მე გეუბნები ძმაო, ეხა ვართ აგერ აჭარაში რა, ლამაზი ადგილია. ხალხი უნდა ჩამოვიდეს აქ. ტურისტულის უნდა იყოს მოზიდვა აქ რა. ყველანაირად. და თუ საზღვარგარეთ წასვლა გინდათ, ერთი კარგი ტურისტული კომპანია ვიცი. მე ორი ციცი. აი ჩვენთან აგერ მართავს sakela travel fly და რა თქმა უნდა around the world. კი. ეხა მაგ ივენტზე ვართ. რა თქმა უნდა, ის ფოტოშოპ პირველი ვიდეო რა ჩავწერეთ, მან დეტალურად ვილაპარაკეთ. აბაზარია და. ესე გითხარი. როგორ მიდის ბიზნესი? ფულს ფულს ვა. ხო, კარგი. შემოსავალი კაია? კარგად, საწუწუნო არაფერია. შეხარ ადამიანი, რომელმაც პირველი იუთუბერი, რომელმაც საშაურმე არ გახსნა და გახსენი ტურისტული კომპანია. ჩვენ მარკეტკენ მივდივართ. საშაურმის კომპანია. ან ბურგერს გავხსნით, რომ ბროების ბურგერი. ბიჭო, კარგად მუშაობ, ჭამის ბიზნესი მუშაობს და ეხლა რა გინდა? კვარიათი. სარფი. ციხისძირი. ურეკი. სად არის ყველაზე კარგი ზღვა აჭარაში? ყველაზე კარგი ზღვა სად არის აჭარაშია? მაგრამ ურეკი არ მომწონს. ურეკი არა. ქვიშა არის და ანუ გასა. ზღვაზე იყო საუბარი, არა ქვიშაზე. ანუ ზოგადად ყველაზე კარგი წყალი რა. წყალი სად არის ყველაზე კარგი? შენ გიწერია? ძალიან ცოტა ადამიანი ისვენებს ურეკში. ბოლოს ურეკში ისვენებო. არა, რას ქვია, არა, ბევრი ისვენებს, ნუ იძახა. არა, ურეკში რაღაცა. ბავშვებთან ძალიან ბევრი. იმიტომ ისვენებენ რომ შორს გადიხარ და არ იძირები და ხო, ანუ ეგეც კარგია. მე მოგწონს ეგ შენ. ბავშვების პონჩი და შენ რატომ მე მოგწონს? დიდი ხნით არ გავდივარ ხოლმე ზღვაში თუ გახსოვს სიღრმეში. დაიბნა უკვე, დაიბნა. არა, სიღრმეში ხო არ გავდივარ რა ხოლმე. სიგრმეში რაღაც სრულა მაგრა გევასება ღრმა და ჩედიხარ, მე გადავები. შენ პირიქით ეს რა ადამიანია, გუშინ ფეხით გავისერდეთ იმაში ბათუმში რა და 1 კილომეტრი გაიარა და უკვე წუწუნები და ცუდად იყო ისა და ეხა წყალში არა კიდე ფეხით. ბიჭო, არა ჩახვალ ჭუმპალაობ შენთვის ხარ. რომელი მაიკ ფელსი შემკავხარ ერთ გეუბნებია ურეკი. არა შანსი არა აი რომელიც ანუ ეგ იმენ არ მოგდის თავში პირველი ეგ რა. ურეკი არ გახსენდება აი მე იმიტომ გამახსენდა რომ მართლა ცოტა ადამიანი ისვენებს და მაგიტომ გონია რომ უფრო ნუ პოპულარიზაციასაც ცოტა ხო რა. უნდა რომ ბევრი ადამიანი წავიდეს არა არაფერია. იცი რა მითხარი ეს აჭარა ოკეი და შენ როგორც გამოცდილი ადამიანი მაკოთხით სად მოგეწონა ყველაზე მეტად მოგზაურობა? აი ამ თემაში რა ზღვა ოკეანე ბიჭო რა ტროპიკული ქვეყნები ყველა მომწონს. ბალი, ტაილანდი, ფილიპინები, ყველა კაი. რატო მაშინ მოდი მარტივად ეხა ყველანაირი იმების გარშე 3 2 1 და კოსტა რა იყო შენი კითხვა სად არის ყველაზე არ ვიცი ეს მგონი მიწერია სად არის ყველაზე საშიში ზღვა აჭარაშიო და მე მგონი ურეკია არ ვიცი შეიძლება ვწდებო ურეკში ვარ ორჯერ ნამყოფი და რაღაც ბავშვობაში ლეგენდები გამიგია რომ შეიძლება ჩავარდე და რაღაც ასე შემო მიდიხარ და ვარდე ხო აი ეგ ლეგენდები ვიცი და იქნებ ლეგენდა არაა მართალია რა ვიცი თასო გითხარი მოგეწონა თამაში ძალიან გასწორა ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან აი გითხარი ახლა შემდეგი სტუმარი ვინ იყოს ბიჭო ძალიან მინდა რომ ზიადა იყოს შემდეგი სტუმარი რა მეტა რატომ მინდა ზიადი აქვე გველოდება მიდეკავდა ამას მოვიდე უგუმესი მადლობა როგორც სტუმრობისთვის სპონსორობისთვის და ყველაფრისთვის შენი დამსახურებით ვართ აქ around the world და ასევე travel file რა თქმა უნდა dreamland-ი აქ არ ჩანს dreamland oasis მადლობა ესეთი საარჩეულებრივი გარემოსთვის მე კი გისურვებ კარგ მოგზაურობას გაიხარეთ და წარმატებას ბიზნესში და ყველაფერში წარმატებები თქვენ ამ არხზე უგუმესი მადლობა ბევრი და ბევრი გამომწერი